ძვირფასო მეგობრებო, წინა ფილმში ჩვენ შევეცადეთ მიმოგვეხილა ის ძიმე პერიოდი საქართველოსი, თუმცა რომელი პერიოდი არ იყო მძიმე ჩვენი სამშობლოს ისტორიისა, როცა ქართულ ლიტერატურაში დაიწყო ნელ-ნელა იმ აზრის განვითარება, ახლიდან დაწყება და თავიდან დაწყება კი არა, განვითარება, რაც ჩასახული იყო ქართული ლიტერატურის დასაწყისიდანვე ჩვენს რჯულზე, ჩვენს ენაზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს მამულზე ფიქრის გაცხოველება ქართულ საზოგადოებაში, ქართულ მკითხველებში და სოფლიოსთვის თქმა იმისა, რომ ნუ იქნები სოფლიო ასე მკაცრი შენ საქართველოს მიმართ. ეს ერთი პატარა ტანჯული ქვეყანა, რომელმაც გამოაღწია იმპერიების წნეხის ქვეშ, გამოიარა არაბთა, სპარსელთა, მონღოლთა იმპერიები და ახლა სხვა იმპერიას შეენივთა მისდაუნებურად. მაგრამ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მსოფლიო დუმდა ისე როგორც მაშინ, როცა სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთის იმპერატორის ტახტზე იყო და მას შემწეობას თხოვდა. ყრუ იყო მსოფლიო და გაიხსენეთ ქართული გენის ერთი ისტორიული თვისება, როდესაც სხვა გზა არ არის, სხვა გამოსავალი არ არის, მე მიმართავ ერთ ჩემთვის მრავალგზის ნაცად ხერხს, რომელიც ვცადე ოსმალებთანაც, ვცადე ირანთანაც, ვცადე ბიზანტიასთანაც და დამყრობლის კირთება ავიტანე იმდენად, რამდენადაც შემეძლო გარკვეული დროით მაინც, მაგრამ ეს იყო დროებითი შეგუება ბედთან და როცა საჭირო იყო, მე ჟანგე შეპარულ ჯულღაის ფარს ჩამოვიღებდი კედლიდან, ისევ მოვძებნიდი ფარ მუზარats, ისევ ვიშიშვლებდი დავით ფერულს და საქართველოს ისევ გაიხსენებდა თავის ცნობილ უძლიერეს სიტყვას მტრის წინააღმდეგ, რასაც ჰკამაგას ჰქვია და რაც ბრძოლის ყიჟინად გაისმა დიდგორის ომის დროს. ბედს თითქმის გარეგნულად შეგუებული ქართველი თავადაზნაურობის შვილები პეტერბურგში მიდიან. ისე როგორც სავალალო ისტორია მეორდება ეხლაც და არიქა ფიქრობს ქართველი ბიზნესმენის შვილი, რომელმაც 2 კაპიკი ხალხის ყლეფით იშოვა, მე თუ განათლება არ მივიღე პარიზში და ლონდონში და ნიუ-იორკში, ის რა განათლება იქნება? საქართველოს უმაღლესმა სასწავლებელმა მე რა ცოდნა უნდა მომცეს? უნდა დავკრა ფეხი და საზღვარგარეთ ევროპაში უნდა წავიდე. მაშინ ეს ევროპა პეტერბურგი იყო და პეტერბურგში მიდიან ქართველ თავადაზნაურთა შვილები. თქვენ წარმოიდგინეთ მდგომარეობა, გზა თითქმის 25 დღე სჭირდება საქართველოდან პეტერბურგში ჩასვლას. იქ სწავლობენ, რაღაც გარკვეული თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ თავიანთ დაქირავებულ ცივ ბინებში ქართველი თავადაზნაურთა შვილები. საქართველოს თავადაზნაურებს ჯერ აქ რა ჰქონდათ, რომ იქ დაეფინანსებინათ თავიანთი შვილები, უსხედან თავიანთ ცივ სტუდენტურ მაგიდებს, მაგრამ წერენ ლექსებს, წერენ წერილებს, ადგენენ პატარ-პატარა ჯგუფებს და საქართველოს ერთგულებაზე აფიცებენ ერთმანეთს და თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო თავადაზნაურთა შვილები, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვანი კი არ მიდიან სასულიერო ფენის წარმომადგენელთა მემკვიდრენი და გლეხის შვილებიც ახერხებენ პეტერბურგში ჩასვლას სასწავლებლად.
და ერთ-ერთი მათგანი იყო შემდგომში ჩვენი გენიალური გოსანი ვაჟა ფშაველა. პეტერბურგში სწავლა, იქ შეიარაღება პროგრესული იდეებით რუს მოღვაწეთა, რუსეთში მაინც და მაინც ობლომობას კი არ ითვისებენ, არამედ ითვისებენ იმ ცოდნას, რაც აუცილებლად დასჭირდებათ მათ, როცა ჩამოვლენ საქართველოში. საქართველოში კი მდგომარეობა ასეთია, როგორც იმპერიის ყველა კუთხეში, საქართველოშიც მძვინვარებს რუსული ჩინოვნიკური სკოლა, რომელიც არის უმკაცრესი აღზრდის მეთოდებით, მაგრამ მაინც ერთმანეთს ცვლიან საქართველოში, ერთმანეთზე უკეთესი და უარესი მეფის ნაცვლები. ზოგი მათგანი ცბიერია და მოსაჩვენებლად პატრონობს საქართველოს, იმდენად კი რომ უფლებას აძლევს ამ პატარა ქვეყანას შექმნას თავისი თეატრი, გამოსცეს თავისი ჟურნალი, გამოვიდა ცისკარი, შეიქმნა ოპერის თეატრი, მერე შეიქმნა დრამატული თეატრიც და პირველ ქართულ თეატრში დაიდგმება გიორგი ერისთავის გაყრა. ვორონცოვმა, რომელსაც ლექსებს უძღვნიან ქართველი პოეტები, ზოგიერთი ლექსი ფრიადაც დაიმსახურა, იმიტომ რომ მან გულში რაედო ჩვენ კარგად ვიცით და მეფის ნაცვლები კი არა, ასეთი იდეებით შემკრობილნი არიან ხანდახან ისინი, ვისაც ჩვენ ფრიად ვაფასებთ. სხვანაირად არ გაიგოთ, ძალიან გთხოვთ, ვის იდეებზეც ქართული ლიტერატურის ერთი დიდი რაზმი აღიზარდა, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის გაღვიძებაში და გამოღვიძებაში და ვინც საქართველოში ნამყოფია. საქართველოში ჩამოვიდა პუშკინი, თიანეთში თავის ბებიასთან ერთად იყო იგი, რა თქმა უნდა გადმოსახლებული რუსეთისგან, დასჯილი, ხანდახან თავის არზრუმში მოგზაურობაში იგი ისე ამპარტანულად ზემოდან დასქერის საქართველოს და აი რუსულმა ხიშტის ძალამ და რუსულმა განათლებამ როგორ მოაქცია, გააკულტურა ეს ქართველებიო. ქართველებზე ცოტა სალანძღავს სიტყვას ამბობს, მაგრამ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ბუსურმანები მას წამოწდება ხოლმე. საქართველოზე დაწერს პოემას ლერმონტოვი და იტყვის ბეჟალი რობკიე გრუზინიო. თითქოს და საქართველოს ისტორია სრულებით არ გაეგონოს ამ ყმაწვილს და არ იცოდეს, რომ რობკიე გრუზინი არ იბრძოდნენ დიდგორში და რობკიე გრუზინი არ ახლდნენ ვახტანგ გორგასალს თავის ძლევამოსილ ბრძოლებში. ჩამოდიან საქართველოში რუსეთში განსწავლული ახალგაზრდები, უკვე საქართველოში არსებობს ჟურნალი ცისკარი ივანე კერესელიძისა, იქ მოსინჯავს თავის კალამს მეთაური ქართული ახალი თაობისა ილია ჭავჭავაძე და მეთაური იმ განწყობილებისაც, რითაც ახალგაზრდა ქართველობა წინ აღუდგა მამათა ჯგუფს. ვინ არის ეს მამები, ვინ არიან? ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი არა, რა თქმა უნდა. ნიკოლოზ ბარათაშვილი ფაქტიურად მათი ტოლიც იყო და მათი თანამზრახველიც კი. ილია ჭავჭავაძე მკაცრად წერს, ჩვენ ვლეთ რუსეთი, მაგრამ არც ერთი ხელობა თქვენი არ გვისწავლია, ლიბერალობა, პატრიოტობა თქვენებრ ჩინებზე არ გაგვიცვლია. ვაი თქვენს ხელში, ჩვენ საქართველოს. აი ასე მკაცრად, არც თუ დიდი სიყვარულით ელაპარაკება მამათა რაზმს ილია ჭავჭავაძე. ახლა ილია ჭავჭავაძე საქართველოში როგორც მწერალი ხომ ერთ-ერთი პირველია იმ კრიტიკული რეალიზმისა, რაც მან მემკვიდრეობა ჩამოიტანა დიდი რუსი განმანათლებლების შემოქმედებიდან.
აღზრდილმა ჭეშმარიტი რუსული ლიტერატურული კრიტიკული რეალიზმის ტრადიციებზე ილია ჭავჭავაძემ შეიძლება ითქვას თავისი აზრის გარშემო დარაზმა მთელი საქართველო. ილია ჭავჭავაძე საქართველოს უგვირგვინო მეფე გახდათ. აბა წაიკითხეთ მისი ქართლის დედა. ნახეთ მისი დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი და სხვადასხვა თაობათა ურთიერთობისადმი, რაც ასე დიდებულად არის ოთარაანთ ქვრივში. ნახეთ ილია ჭავჭავაძემ როგორი სილა გააწნა ქართულ გულარხეინობას, ყურბალისზე საქართველოს თვლემას. არ მიიძინო ქართველო, შენ არა გაქვს უფლება ლუარსაბ თათქარიძეობისა და გულის მომკვლელი დღიურები პეტერბურგიდან ჩამოსული ახალგაზრდა ბიჭისა, რომელმაც ეს დღიურები გზაში დაწერა. აბა შეიძლება უცრემლოდ წაიკითხო და შეიძლება თანამედროვეობის საოცარი მუხტი არ ქონდეს მგზავრის წერილებს. ქართველი ხარ? ეკითხება იგი თავის თანამგზარ მოხევეს. ოსი ხარ? ოსი რად ვიქნები? ქართველი ვარ, მახევე. და თან ილია ჭავჭავაძის კომენტარები ისეთი ზუსტია, თუმცა ლელდღუნია ამბობს, ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? ახლა რუსობაში ვართ. რუსობაში ყოფნა რომ ხელს არ აძლევს ილია ჭავჭავაძეს, ეს გზავრის წერილების ბოლო ფრაზაში, ცრემლის მომგვრელ ფრაზაში ჩანს. ფრაზაში, რომელიც აფორიზმად დაირხა მისი პერიოდის და შემდეგი დროის საქართველოში. ფრაზაში, რომელსაც ქართველი კაცი დღეს ძილშიც უნდა იმეორებდეს. მიგიხდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტარითაც ხარ ნაჩხლეტი. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნელსო, თქვი შენ და მე გავიგონე თუ არა რაღაც უესარმა ტკივილმა თავიდან გულამდე ჩაიარა. იქ გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა და აი ბოლოს ეს მოწოდება უკვე, ეს ჩივილი კი არ არის, ეს არის ხმალამობრიალებული ახალგაზრდა მწერლის ნათქვამი. როდემდე უნდა დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის ჩემო საყვარელო მიწაწყალო, გამეც ამის პასუხი. მეტი რა ეთქვა ილია ჭავჭავაძეს, მეტი რა ექნა. ახლა ზოგიერთ ოპოზიციონერს ხელზე აქვს დახვეული ერთადერთი წერილი ილია ჭავჭავაძისა, მაშინ რომ მიესალმაო რუსეთთან საქართველოს შეერთების ფაქტსო და თქვაო რომ რუს ხელმწიფემ კარგიც ბევრი გააკეთაო. რუსეთთან ილიას დამოკიდებულება მის საუკეთესო ნაწარმოებებში, მის მებრძოლ ნაწარმოებებში უნდა ვეძებოთ. აგერ რუსი ოფიცერი ახალგაზრდა კურსდამთავრებულ სტუდენტს ილიას რომ ეუბნება, მე გენიალური წამალი გამოვიგონეო, უკვე მოსამსახურეებიო, ჩემი ზანტუგიდან ვერ მოიპარავენო შაქარსო. რა გამოიგონე ასეთიო? ილია ეკითხება. რაო და სულ ადვილიაო, თანაც ძალიან იაფიო. ბუზებს დავიჭერო, ჭიქაში ჩავსვამო, მერე ამ ჭიქიდან ზანდუგში ჩავსვამო და დავხურავ ზანდუგსო. დილით რომ ნახავო, რომ ბუზები ამოფრენილი არიანო, ესე იგი მოსამსახურემ მოიპარა ჩემი შაქარიო. ძალიან წინ წასულა რუსეთიო, იცის ილია ჭავჭავაძე, თუ ასეთი მოაზროვნეები ყავსო. ხოლო ფასი ილია ჭავჭავაძისა, მისი მებრძოლის სული მარტო მის მხატვრულ ნაწარმოებებში კი არა, მის სწორუპოვარ პუბლიცისტურ და მეცნიერულ წერილებში ჩანს. ეს წერილებია აი ისტორია და კატკოვის პასუხად. ბრძოლა, მოძრაობა, მხოლოდ მოძრაობა, ჩემოთერგო, მხოლოდ ბრძოლა, როგორმე საქართველოს რუსეთისგან თავ დასახსნელად. ეს არის ილია ჭავჭავაძის აფორიზმი. ადრე თუ გვიან ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნეს და მაშინ როცა ჩვენი თავი
მოჩვენებითად მაინც ჩვენადვე გვეყუდნეს საქართველოში ისევ იმძლავრებს ურთიერთქიშპობის, ურთიერთშურის, ურთიერთგაუტანლობის სინდრომი და არ გვახსენდება ხოლმე ჩვენი დიდი პაპა მაშინ როდესაც ქართველი ქართველზე მიიწევს გაშმაგებით რაღაც თითქოს და სოფხედველობრივი შეუთავსებლობის გამო და ამ ბრძოლაში ამ ბაგირის გადაკაჩვაში მას თავისი სამშობლო ავიწყდება თავისი სამშობლო რომელიც ილიას არასდროს ავიწყდებოდა ილია ჭავჭავაძეს მხარში უდგას მეორე ქართველი იგი იმერელია მან ტანჯული გზა გამოიარა ცხოვრებისა ისე როგორც ილიამ თუ ილიას თავისი განმათავისუფლებელი თერგდალეულის იდეებისთვის თავისი ეროვნული მოწოდებისთვის ტყვიას კრავენ შუბში აკაკი წერეთელს ტყვია არ მოხვედრია მაგრამ ციხეში ჯდომა მოუწია ჟურნალ ხუმარას რედაქტორობის გამო ეს ბრწყინვალე თავადი საქართველოს ურგვიგვინო მეფე საქართველოს ბულბული როგორც მას ხალხი უწოდებდა ციხეში ჩასვეს მეტეხის ციხეში ხუმარას რედაქტორობის გამო მაგრამ მოვა დრო და აკაკი წერეთელს მადლიერი საქართველო მადლიერი რაჭველები რაჭაში მოგზაურობის დროს ეტლიდან ჩამოსვამენ და ხელის გულზე ხელჩაჭიდებულნი ხელით დაატარებენ იქეთ-აქეთ დიდ მადლობას უხდიან მადლიერი რაჭველები დიდი მწერლობისთვის, დიდი ბრძოლისთვის, დიდი თავგანწირისთვის. ნეტავი იმ დროს, ნეტავი დღესაც უნდა ისევ აფასებდეთ ჩვენ საქართველოსთვის მაშვრალ ქართველ მწერალს და ქართველ მოღვაწეს. სად დაიკარგა ის სიყვარული, სად დაიკარგა ის თაყვანისცემა და სად დაიკარგა ის დაფასება, რომლისთვისაც თავიდანვე კი არ იბრძოდა ქართველი მოღვაწე, რომელიც მან თავისი რუდუნებით, თავისი გულის გაგლეჯით და მტრის ტყვიისათვის გულის შეშვერით დაიმსახურა თორნიკე ერისთავი. აბა ნახეთ თუ დაწერილა ქართველი კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლების მიერ მებრძოლული სულით გაჟღენთილი უფრო დიდებული პოემა იყო თორნიკე ერისთავი, რომელმაც დაუღალავად იქნია ხმალი საქართველოს დასაცავად. მერე ბერად აღიკვეცა და როდესაც სამშობლოს ისევ დასჭირდა ქართული ხმლის გაელვება საბრძოლო ასპარეზზე, თორნიკე ერისთავი არ ჩანს, იმიტომ რომ ის ბერად არის აღკვეცილი და თავის სიცოცხლის ბოლო წლებს პიჯურის წერაში და ლოცვაში ატარებს. არსენ კათალიკოსი თავისი ფეხით მივა ტაძარში, სადაც თორნიკე ერისთავია ბელად აღკვეცილი და ეუბნება შენი ხმალი დაჭირდა სამშობლოსო. გადაიწერა პირჯვარი თორნიკემ, მოძებნა თავისი თორნი და ისევ ამხედრდა. აი, დღეს რომ ენა აქვს გატლეკილი, ზოგიერთ საქმეში ჩაუხედავ, მე ძალიან რბილად გეუბნებით ოპოზიციონერს და ამრეზით უყურებს ქართული ეკლესიის დამსახურებას ქართველი კაცის სულიერი გაწმენდის საქმეში. აი ნახეთ ქართული ეკლესიის წვლილი თორნიკე ერისთავმა ეპისკოპოსის მოსასხამი ანაფორა გაიხადა და ჯაჭვის აბჯარი ჩაიცვა და შემდეგ რომ ასე დიდებულ პოემას დაწერს მოთხრობა ბაშიაჩუკი. წინვალე ხატრული ნაწარმოები, პროზაული ნაწარმოები საქართველოს ერთ-ერთი დიდი აჯანყების შესახებ, ბახტრიონის ბრძოლის შესახებ, სადაც კახეთში იმერეთიდან გადმოსული ჩაუქი კაცი წინვალე მებრძოლი ბაშიაჩუკი საერთო ქართულ საქმეს აკეთებს. იქ შალვა, ელიზბარ და ბიძინა მარტო ლოკალურად ერთი კუთხის, ერთი ციხის გასანთავისუფლებად კი არ იბრძვიან. აი ბაშიაჩუკი ჩვენთან არის.
ბაშიაჩუკი იმერეთიდან მოვიდა, რათა საერთო ქართული იდეა საქართველოს ერთ მუშტად შეკვრისა მტრების წინააღმდეგ ჩვენთან ერთად განახორციელოს. აი ეს უთხრა საქართველოს დიდმა აკაკი წერეთელმა. მე არას მოგახსენებთ მის დიდებულ ლექსებზე და მის სხვა ნაწარმოებებზე. თუნდაც განთიადი ავიღოთ სევდით და ტკივილით სავსე წყინვალე ლექსი აკაკი წერეთლისა. თითქოს განცალკევებით დგას ვაჟა-ფშაველა. ეს ცალთვალ ჩამოხეული ფშაველი დევი, რომელიც ერთხანს პეტერბურგშიც იყო, მაგრამ ვერ დაამთავრა თავისი მებრძოლური, ვაჟკაცური, რაინდული ბუნების გამო, რაშიც პეტერბურგის ცხოვრება მაინდა-მაინც მას ხელს არ უწყობდა. რამდენიმე შეტაკება მოუხდა პეტერბურგში ზოგიერთ წრეებთან, გარიცხეს, დაბრუნდა საქართველოში და მთელ ცხოვრებას გაატარებს ფშავში. თქვენ წარმოიდგინეთ, რაიმე დიდი ასაკი არ არის განსხვავების თუნდაც ილიასა და აკაკის შორის, მაგრამ თავისი ბუნებით, თავისი განცალკევებით, თავისი განკერძოებულობით ფრიად განსხვავდება მათი შემოქმედებისგან, კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელთა შემოქმედებისგან. აი რატომ იცით, ვაჟას ასაზრდოებს ის გარემო, ის მითოლოგიური სამყარო. თუმცა თავისი შეხედულებებით იგი ილიას და აკაკის თანამებრძოლია, მათ გვერდზე დგას. მან ძალიან კარგად იცის რა უნდა აკეთოს საქართველოს, ფრიად ნაკითხია და მისი წერილები, კოსმოპოლიტიზმი და სხვა არის თანამედროვე მსოფლიოს ფილოსოფიის ღრმად მცოდნე კაცის დაწერილი. მაგრამ აი ბრძოლა ისევ საქართველოს სატკივრის აღსრულება და მაგალითად მოტანა ქართული დიდი ტრადიციებისა სტუმარ-მასპინძლები. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენ და მთიელნი, ჩვენს ბედში მყოფნი მთიელნი, რომლებიც საქართველოსთან ერთად ერთ მუშტად შეკრული უნდა იბრძოდნენ. თორემ ისე კი არა, რომ ცალ-ცალკე ვიყოთ. ერთი მიზანი გვაქვს ჩვენ და რა დიდებულად ჩანს სტუმარ-მასპინძელში ეს ყოველივე. ეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდაც გვაემართოს სისხლისაო. როგორ უყვარს ვაჟკაცს ვაჟკაცი და როგორ აფასებს ვაჟკაცობას და როგორ იცის სტუმრის ფასი, განპირობებული საქართველოს უძველესი ისტორიიდან. და მერე პოემა ბახტრიონი ქართველმა დედამ სანათამ თავისი ოჯახიდან, თავისი კერიდან 8 შვილი, 8 წევრი გაუშვა საქართველოს დასაცავად. 7 შვილი დაიღუპა, მამაც იმათთან მკვდარია, ქვითინებს სანათა. გმირობა თითქმის ერთი და იგივეა აღწერილი სული შემცვლელად. ბახტრიონის საოცარი მაგალითი. მერე გავა ცოტა ხანიდან ამ თემას ნიკოლ ორთქიფანიძეს მიუბრუნდება თავისი ნოველა ამაყნით. ბახტრიონის შესახებ დაწერილი ვაჟა-ფშაველას დიდებული პოემა არის ჰიმნი საქართველოისა. თუ როგორ არ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ბახტრიონს სხედან თათრები და ისინი იქედან ადრე თუ გვიან უნდა განიდევნოს. რა გმირები არიან, როგორ ეხმიანებიან ერთმანეთს, როგორ არის ხანში შესული ქართველი გმირის ვაჟკაცური ბუხუნი, სულ ლაშქარსავალ რაშიც კია ძუძუს მომწყვიტა დედამა. ასე იბრძოდნენ ქართველები, ასე ეხმიანებოდნენ ერთმანეთს და ასეთი იყო მათი ძლევის ყიჟინა საქართველოს შესანარჩუნებლად. უკვე საქართველოს შენარჩუნებაზე იყო საქმე და ამ საქმეს გააგრძელებს კაცი, რომელიც ლექსებს და მოთხრობებს არ წერს, მაგრამ თერგდალეულთა სკოლას მისი სახელი სამუდამოდ უკავშირდება. მისი სახელი და გვარი ნიკო ნიკოლაძეა. იგი რუსული გაზეთის რედაქტორი გახლავთ. ობოზრენიე ერქვა ამ გაზეთს და გაგრძელება იყო იგი
ილია ჭავჭავაძის ივერიისა, სერგეი მესხის დროებისა, მათი რუსული ძმა იყო და მათ აზრებს ახორციელებდა, მაგრამ გარდა ჟურნალისტისა, სხვა უფრო დიდი ფრთები ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს. ის გახდა წყინვალე ქართველი კრიტიკოსი, ერთ-ერთი პირველი კრიტიკოსი ილია ჭავჭავაძესთან ერთად ლიტერატურის, ის გახდა წყინვალე პუბლიცისტი და ამავე დროს სახელმწიფო მოღვაწე, საზოგადო მოღვაწე. იმდენად რომ ფოთის ქალაქის თავად აირჩიეს და დღევანდელი ფოთი თავისი დიდებული წყობით ერთი მოედნიდან რომ გამოდის ყველა ქუჩა, ეს ნიკო ნიკოლაძის დამსახურებაა. მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმესგანა სრულიად აუხსნელმა ქართული ინტრიგამ ამ უბრწყინვალესი დიდებული ქართული მოღვაწის ცხოვრებასაც ბნელი კვალი დააჩნია. ნიკო ნიკოლაძე ქალაქის თავი, ნიკო ნიკოლაძე უამრავი სასახლის და ტაძრის ამშენებელი, ნიკო ნიკოლაძე ხიდების მშენებელი, ნიკო ნიკოლაძე პირველი ქართული რკინიგზის გამყვანი, ნიკო ნიკოლაძე ქართული მრეწველობის გამომგონებელი და ამღორძინებელი. სპეციალურად დადიოდა იგი ევროპაში, რომ იქ მრეწველებისგან ახალი რამ ესწავლა და გადმოეღო. აი ასეთი ქალაქის თავი ყავს ფოთს და ინტრიგანები, ეს ძალიან თანამედროვე სიტყვაა, მაგრამ მოუხდება იმას, რაც ნიკო ნიკოლაძეს დამართებს. უჩივლებენ მას ქალაქის ფონდის ფული შეჭამაო და ასე მიითვისაო, არაფერი ქართული მოღვაწე ეგ არ არისო, თავისი გამდიდრებისთვის ფიქრობსო. ამ დროს რა მდიდარი იყო ნიკო ნიკოლაძე, კითხეთ მის შვილებს და მის შვილს, უპირველეს და უდიდეს მეცნიერს გიორგი ნიკოლაძეს, რომელსაც თითქმის სიღარიბეში მოუწია ცხოვრება. ჩადით და დაათვალიერეთ ჯიხაიში ნიკო ნიკოლაძის სახლი. ახლა ზოგიერთი ბიზნესმენი და მილიონერი ისეთ სახლს სამზარეულოდაც კი არ იკადრებს. ნიკო ნიკოლაძე მოიგო სასამართლო პირველი, წააგო მეორე სასამართლო, მესამე სასამართლო ისევ წააგო, მეოთხე სასამართლო ამჯერად უკვე მან მოიწვია უამრავი ადვოკატები და მათ შორის უცხოეთიდანაც და გაიმარჯვა როგორც მართალმა წმინდა ერისთვის თავდადებულმა კაცმა. მისი ცხოვრების ამ დეტალისთვის მე შემეძლო ხარი ამექცია, ხარი ამევლო არ მეთქვა თქვენთვის, მაგრამ მოგახსენებთ მხოლოდ იმიტომ, რომ გაკვეთილად გქონდეს ნიკო ნიკოლაძეს უჩივი შეგაიგაცო, ფული შეჭამაო. ვაი იმ დროის საქართველოს იმ ზოგიერთ უბედურ კაცს, რომელმაც არ იცოდა მისთვის თავდადებული ადამიანის ფასი. დღეს ეს ვიკმაროთ ჩემო ძვირფასებო. თელგდარეულნი შემოგცხერიან ჩვენ აი ამ კედლებიდან, ლამაზი დიდებული სურათებიდან და გვეუბნებიან გაფხიზლდით საქართველოს მხოლოდ ეროვნული სიფხიზლე გადაარჩენს. ნუ შეჭამთ ერთმანეთს ქართველებო. შემდეგი ფილმი ჩემო ძვირფასო მეგობრებო შეეხება პერიოდს, როდესაც საქართველოში სრულიად ახალი მიმდინარეობა, ახალი მიმართულება პოლიტიკური ჩნდება და ქართული ლიტერატურის ასპარეზზე გამოდიან კრიტიკული რეალიზმის, ანუ თერგდალეულთა მემკვიდრენი, ოღონდ ცოტა სხვაგვარად უცხერიან ისინი საქართველოს მომავალს, დავით კლდიაშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე და სხვანი.